აბა გლოცავთ, მერტვა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალი მოწყალია ყველაფერს გვაძლევს, ყოველივეს ჩვენთვის აკეთებს და ჩვენს ღვთისნებას უნდა მივყვეთ. უნდა მივყვეთ ჩვენი ნებით. ვეცადოთ და ღვთისნებას მივყვეთ ჩვენი ნებით და არა იძულებით. იძულებით განსაცდელებიც, იძულებით თქვათ დამორჩილებას. ჯობია ღვთის ნებით, ჩვენი ნებით მივყვეთ. ამისათვის გვებოძა ჩვენ საფრთხის ცნებები, გვებოძა რჯული ქრისტესი და ამ რჯულმა ჩვენ დაგვიწვა, როგორც გალავანი აქვს აი ესე, ხო, საფრთხს გალავანი აქვს, რაღაცა ციხესიმაგრეს გალავანი აქვს, სასახლეს და ასე შემდეგ. აი ესე გალავანივით შემოავლო უფალმა რჯული ქრისტემ როგორც დაცვა. აი ესეთი გალავანივით შემოავლო. სულიერ კულტურულ რჯულებრივი გალავანი შემოავლო, რომ ყველამ დავიცვათ, ვეცადოთ ამ გალავნით დაცულები ვიყოთ და არ ვიყოთ მისაწვდომი უმიზეზო მოულოდნელი საფრთხეებისათვის, ხილული და უხილავი, რომლებიც ასეთი ბევრი არის დღეს ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან ბევრია. აღარ ჩამოთვლი. ამიტომ ეს გალავანი, როგორც არასდროს ისე გჭირდება ჩვენ დღეს, ეს გალავანი დაცვა ჩვენი არის რჯული, ქრისტეს რჯული. ამიტომ მივედოთ მას და მივყვეთ ღვთის ნებას. როდესაც ადამიანს უჭირს, როდესაც ადამიანი, როცა წვიმაა, როცა კუხილია, როცა რაღაცა უამინდობა, როდესაც რაღაც განსაცდელია, თავშესაფარს ეძებს ადამიანი. ვიცით ეს, ხო? თავშესაფარს ეძებს. სად უნდა იყოს ამ მძიმე ცხოვრებაში, ამ პოსტსაბჭოთა სივრცის გაველურებულ ფორმაციებში, არ ვიცი რა ჯუნგლებში ვცხოვრობთ, ხო? სულიერად თუ ხორციელად, რა არა კეთილგანწყობილ, აგრესიულ არაჯანმრთელ ანთროპულ ქსოვილში გვიცევს ურთიერთობა. ყველას არ ეხება, მაგრამ ტენდენციებს ვიძახი, რა თქმა უნდა, ჯვარიფწერია, ყველგან და ყოველთვის არ არის ესე, მაგრამ ტენდენციები ხომ არის ამისი და ეს ტენდენციები კი არ კლებულობს, მატულობს. როდესაც რაც დრო გადის, რაც ახლოვდება უფლის განგებულების და როდის იქნება არავინ არ იცის, მაგრამ დრო რო გადის, ახლოვდება აპოკალიფტური მოვლენები, ხომ? მაგრამ ამის განცდა როდესაც გადის ეს განსაცდელების სიმძაფრის განცდაც გვიახლოვდება ხოლმე. ამიტომ სულ მუდამ ვეძებთ ხოლმე თავშესაფარს, რომ დამშვიდეს თავშესაფარი, დაცულად იგზნოს ამ მძიმე საშიშროებებით სავსე ცხოვრებაში ადამიანმა თავი. იმიტომ არის ამდენი განგაშის გზნობა, შიშები, შფოთები, ნევროზი, ფსიქოზი და ასე შემდეგ სამი წერტილი. რატო? იმიტომ რომ ადამიანს ყველას ერთნაირ მორალურ სტანდარტს, ყველას ერთნაირ სულიერობას ვერ მოთხოვ. ვერ მოთხოვ ყველას ერთნაირ სულიერ ძალას. რატომ? იმიტომ რომ ყველას ერთნაირი ჭურჭელი ხომ არ აქვს. ვერ მოთხოვ, მაგრამ ვინც თავშესაფარს ეძებს, ის პოულობს თავშესაფარს. სად პოულობს? უფლისა ჩვენისი იესო ქრისტეს კალთის ქვეშ, ღვთისმშობლის კალთის ქვეშ, მფარველი ანგელების კალთის ქვეშ და ასე შემდეგ. უფალია ჩვენი თავშესაფარი და ჭერი, რომელიც ქვეშაც შევაფარებ თავს, ამ სულიერ უამინდობას შევაფარებ თავს. და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის უფალი ქრისტე გვახსოვდეს ჯვარი უფლისა, გვახსოვდეს სიკვდილი უფლისა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი სახარებაში და მეტი მოთმინება ვიქონიოთ, მეტი თავმდაბლობა ვიქონიოთ. და ვცხონდებით, უფლისგან ვისწავლეთ ქრისტესგან. ნუ წუხ ჩვენ იმაზე რა ვჭამოთ, რა ჩავიცოთ, რა დავიხუროთ, დღეს რა იქნება ხვალე, უფალმა იცის რა იქნება ყველაფერს. ნუ სუხტოთ, დღეს დათქვამი არის, ხო დღევანდელ სახარებაში, ნუ სუხთ ამას. ყოველი თმანი აღრაცილარია თქვენს თავს. ნუ სუხთ. იმიტომ რომ სუსტია ხორცი, სუსტია ადამიანი. ყველაფერი მერცე არის, ყველაფერი დამოკიდებული. ამიტომ ვეცადოთ, რომ უფრო მეტად უფლის ნებას მივზდიოთ. ვადევნოთ თავი უფლის ნება რას ითხოვს ჩვენგან ამა თუ იმ ეტაპზე და ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას. რა რაღაცა მივახცია, რაღაცა გავაკეთებ, დავშვიდე, დავცნობ და არა. ქრისტიანობის დამთავრებული კურსი არ არსებობს. როგორც კი თვითკმაყოფილება შემოდის, მაშინ შემოდის სტუმრები. სულ მუდამ თავი დაიმდაბლე და შენი საკუთარი თავის უკმაყოფილო იყავი, რომ უფრო მეტისაკენ მიისწრაფ. მეტი ითხოვე, რომ ცოტა მაინც მიიღო. ბევრი ითხოვ, უფალს ბევრი აქვს. ნუ რა ვის მოეპარება, ეჭირო ქრისტეს რაღაცა არა აქვს, ან რაღაცას არ შეუძლია მოცეს, მისცეს ზეცამ არ შეუძლია ადამიანს მისცეს. ძალიან ბევრი აქვს უფალს. ზღვენს მოგცემს ჩვენ დაუმსახურებელ საჩუქრებს, ზღვენს. შენს ზღვენი აჩუქე, მარტო ცალმხრივზე ხوار უნდა იყოს ჩართული ადამიანი ცალმხრივ მოძრაობაზე. მარტო მე არ გამოდის. ჩვენ, მამაო ჩვენო,
მამა სულ ჩვენ მრავლობით რიცხვია შენ მეიგულისხმო შენი მოყვას ყველა შენი ახლობელი იგულისხმო ბოლოს შენი საკუთარი თავი რომ შენ მერე პირველი გამოჩნდება ღვთის წინაშე და ძღვენი შენც მიეცი სხვას აჩუქე რაღაცა გაახარე აზრით მაინც სიტყვით საქმითაც ძღვენი უბოძე იმას ვინც მზადაა მის მისაღებად თან კი ნუ გადასაგდები უფალს არაფერი არ გადასაყრელი ყველაფერს იმისთვის გაძლევს 7 ნიშიდან დაწყებული სულის მიესა რომ 9 ნაყოფი გამოიღო გაძლევს იმისათვის ძღვენს რომ შენეს ღვთის საედებლად სულის სხოლემლად გამოიღო და გაძლევს იმდენს რამდენსაც შენი ჭურჭელი იტევს და შენს ასევე მიეცი პროპორციულად ადამიანის ცნობიერებისა მიეცი იმდენი ვინც მზადაა და რამდენისთვისაც მზადაა მისაღებად პირში ურავის ჩაუხტები არავის არ არის საჭირო ძალით შენდობის მიცემა ძალით ძღვენის მიცემა ძალით პატიება ძალით სიკეთე და ძალით კეთილგანწყობის გამოჩენა იმიტომ რომ თავის არა სწორ საქციელში და თავის ურჯულოებაში ამით განამტკიცებ მართალი ყოფილვარო რადგანაც ეს სულელი ყოფილა და არაფერი არ ყოფილა ესო იტყვის მაშინ ესე რომ არ იყოს დააფასე ნუ დაუყრი მარგალიტებს ისეთ ხალხს ნუ დაუყრი მარგალიტებს რომელიც გაგითელავენ იმასაც აგრესიულები გახდებენ და შენს მიგათელავენ ზედ და კიდევ უარეს სოდოში თვითონაც ჩავარდებენ და შენს ჩავარდებენ ამას ეხა სხვა თემა მოვიდა უფალი და ყველაფერი მოგცა ჩვენ ამისათვის არის სიცოცხლის გზა და არის სიკვდილის გზა სიცოცხლის გზა ეს უფლის გზა სიკვდილის გზა როგორც ერთ-ერთ წიგნში წერია ასე ვთქვათ უამრავი შვილი ყავს სიკვდილის გზას რომელიც არიან შური, რისხვა, გოდება, ოხრა, გლოვა, წუხარება, ცრემლიანი მოთქმა, წყევლა, სიმწარე, გაკაპასება, შეურაცხყოფა. ესენი როცა ერთმანეთში კომბინაციაში შედიან, დისმეტყველური ანალიზით როცა შედიან, ესენი საოცარ გენერაციას აკეთებენ, საოცარ შვილებს ბადებენ ესენი. იმდენად მრავლდება შემდეგ სხვადასხვა ელფერის იმდენ კომბინაციას, იმდენ სხვადასხვა ასე მუტაციასა და რაღაც ჰიბრიდებს ვიღებთ, რომ ამ ჩამოთვლილი წყევლის გზის და ამ ბოროტებისა და ამ ასე ვთქვათ სიკვდილის გზის გზაზე მასიარულებს იმდენი ასე ვთქვათ აი ამ საშინელი მათთვის მოცემული ასეთ საშინელი გზის დამახასიათებელი თვისებები იმდენი ვარიაციები ამის გამრავლ სპექტრი იმხელა ხდება შემდეგ ამათი შეერთებით რომ უკვე ჩამონათვალსაც აზრია გეომეტრიული პროგრესით მრავლდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყოველივე ის რაც მოგვეცა ეს არის იმისათვის რომ უფალმა ეს ყველაფერი მოგვიტევა და გვისცა ჩვენ ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისა ამიტომ არის დიდი ცოდვა თვითონ უმეცრება ცოდვის არ ცოდნა თან და ცოდვა არ ცოდნა შედის ცოდვაში და არ ცოდნის გამო ვიდევთ ყველაზე დიდი ცოდვა არ ცოდნის გამო ღვთის რჯულის არ ცოდნის რომელიც მოგვეცა ზღუდეთ ამის არ ცოდნის გამო ვიდევთ ცოდვებს წყევლა ძალიან დიდი ცოდვაა იმიტომ რომ ადამიანი პირველ რიგში თავის თავს უნებს წყევლისა და სიკვდილისაგან ეს ბადებს სიკვდილს ერთარია კაცი რომელიც მიდის უფლის გზაზე ქრისტე მოვიდა იმისათვის რომ ჩვენ ღმერთს მიგვამსგავსოს მოვიდა უფალი როგორც ძე რომ ჩვენ შვილები გავხდეთ მისი და ვართ შვილები ქრისტესი მოვიდა უფალი როგორც ძე და ამავდროულად მოვიდა ჩვენთვის და უპოვეთ ჩვენ როგორც მეგობარი ჩვენ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ რა თქმა უნდა მოვიდა ქრისტე როგორც ღმერთი რათა ადამიანი ღმერთს მიემსგავსოს მადლით ამიტომ ვისაც ყური აქ ისმინოს ოხილავი ძალები ქმედებაშია ურავის მეგონება რომ ღმერთი რამეს ვერ ხედავს ყველაფერს ხედავს ყველაფერი ჩანს ზევიდან განსაკუთრებით ისეთი ადამიანები ჩანან ვისაც გონია რომ არ ჩანს მე სიბნელეში ვარ და კაცი ვერ ხედავ ბიბლიაში წერია სიბნელე ზირაკიცაში თუ არ ვწდებ ხედავ რომ მეო არაფერია ყველაფერი რასაც ვაკეთებ ვერავინ არ ხედავს უფლის თვალი ყოველგან პირველი არის ყველაფერს ხედავს რატომ იმიტომ რომ ესე არის საჭირო რომ შესულიერად არ მოხდე მარადიულობა ყოველგანაც მარადიულობა ეს არის დროის ხანგრძლივობა მარადიულობა ეს არის დროის არყოფნა უბრალოდ ზოგს გენერალ მარადიულობა ეს არის დიდი ხანი დრო რო გადის და გაუთავებლად არის ეს დრო
მარადიულობა დრო არ არის, ცოტა ძნელი გასაგებია ეს, მაგრამ შესაძლებლად შესაძლებელია, როცა ეზიარებ მარადიულობის შეგრძნება შემოდის. მარადიულობა ეს არის ის, როცა დრო არ არსებობს. მიწაზე ამის შეგრძნების შანსი გვაქვს ჩვენ. და არა მარტო შანსი, დავალებაც გვაქვს. იმიტომ რომ მარადიულობის შეგრძნება შემოდის ზიარებით და მეტაფიზიკური, აი ტრანსცენდენტული უფლის მადლის შემეცნებით შემოდის. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენი ქმედებები შედეგებთან კავშირშია. ჩვენი კეთილგანწყობა, რასაც რეალობა მოგვაგებს, იმასთან კავშირშია. ის, რასაც ჩვენ ვთესავთ, რასაც ვიმკიბთ, იმასთან კავშირშია. ჩვენ რაც გვინდა და ვითხოვთ, იმას ვიღებთ და ესეც მადლობა უნდა ვთქვა და ნუ ვიტყვით მე, რასაც ვიღებთ, რომ ესეთი არ მინდოდა, ესეთი არ მინდოდა. რაც ითხოვე, ის მიიღებ. ხილად იყავ თავის დროზე, როცა ითხოვ, მაშინ. რაც შეგიძლია ითხოვო, ყველაფერი კი არ უნდა ითხოვო. იცოდე რომ ზეცამე ისმენს და აღსრულება იცის. კარგად იცის აღსრულება. ზუსტად იმას გაძლევს, რაც ითხოვე. ცოტა კარგად დააგვირდი. ამიტომ არის გრამატიკა, სულიერი ლოცვის გრამატიკა აუცილებელი, რომელიც მოცემულია დილის და საღამოს ლოცვებში, თხოვნებში და კვერექსებში. ასე რომ ითხოვდეთ სასუფეველსაც ათასა და სიმართლესა მისაო, ამიტომ არის ნათქვა. მიუყვეთ რიტმს ქრისტიანული ცხოვრებისა. სამყაროს რიტმისთვის ყველაზე მისადაგებული უღრმესი რიტმი ეს არის სამყაროს უღრმეს რიტმებზე აგებული ქრისტეს რიტმები ჩვენი ცხოვრებისა. აი ეს ციკლები, როგორც საეკლესიო კალენდარში არის. ვარსებობთ იმისათვის, რომ ღმერთს მივემსგავსოთ და ეს რიტუალი აღვასრულოთ, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ცხოვრება ქრისტიანული რიტუალური არ უნდა იყოს. ჩვენი ქრისტიანობა მისტიკური და სულიერი უნდა იყოს და არა მხოლოდ რიტუალური, თუმცა კი რიტუალურიც, მაგრამ არა მხოლოდ რიტუალური. ზეციდან გვიყურებს ზეციური იერარქია და გვფაროდობს ჩვენ და წყალობს ჩვენ. კეთილი თვალით გვიყურებს ყოველთვის უფალი. ჩვენ უჩავიდეთ ბოლონებას. ხოლო ის რაცაც უფალი გვაძლევს და რაზეც ჩვენ გაგვამარჯვებინებს და გადალახილებს ყველა დაბრკოლებას, მადლობა შევწიროთ მუდამ მოუკლებოდათ ლოცულობდეთ და ის წესები და რჩევები, ის აღთქმები, ის ცნებები, ის უზენაესი დავალებები გავითვალისწინოთ, რომლებიც ყოველთვის სწორ არჩევანის შესაძლებლობას მოგცემს. ვიყოთ ერთი პირით და ერთი გულით ვადიდებდეთ უფალს, მამასა და ძესა და წმინდა სისხლისა, საერთებასა და ერთარსებასა და განუყოფილსა. ამინ.